სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. სიტყვა სასოწარკვეთილების შესახებ, რომელიც სულიერი ავადმყოფობა. ამ ზაკვარ დემონს, რომელიც კაცის დაღუპვას ცდილობს, ხშირად ადამიანი მცირედან დიდ ცოდვამდე მიჰყავს. დიდ ცოდვაში ჩავარდნილი კი სასოწარკვეთილებამდე. შეიმუშავებს რა ამგვარად ახალ მეთოდს, რომელიც ნაკლებად დამღუპველი როდია. ანუ მცირე ცოდვიდან იწყება დიდი ცოდვა და შემდეგ კიდევ სინანულის ნაცვლად ადამიანი ვარდება სასოწარკვეთილებაში. ჭეშმარიტად იმდენად არ უყვავს ადამიანს ცოდვა, როგორც სასოწარკვეთილება. შემცოდე თუ იფხიზლებს, მალე გამოასწორებს თავის შესწავლას სინანულით. ხოლო ვინც სასოფს წარიკვეთს და არ შეინანებს, იმიტომაც რჩება გამოუსწორებელი. იგი რომ სინანულით მკურნალობას არ შეუდგა. ეშმაკს მესამე ყველაზე საშიში ხრიკიც აქვს, კერძოდ, როდესაც იგი ცოდვას ღმრთის მოსაობის ნიღბით ფარავს, მაგრამ სად უნდა დავინახოთ ის, რომ ბოროტი ეგრე რიგად გაძლიერდა, რომ თავის ტყუილებით აქამდე დავიდა. ისმინე და უფრთხილდი მის ჩანაფიქრებს. ქრისტემ ბრძანა პავლეს პირით, რომ ცოლი არ განეშოროს ქმარს და არ მოაკლდნენ ურთიერთარს თვინიერ თანხმობისა. მაგრამ ზოგიერთებმა თავშეკავების სტრფიალით დატოვეს ქმრები და თითქოს და ეს მართლაც ღმრთის მოსაობის საქმე ყოფილიყო და მრუშობაში ჩაყარეს თავიანთი ქმრები. ამრიგად დაფიქრდი, რაოდენი უბედურებაა, რომ ესოდენი ღვაწლის გამღებნი ბრალდებულნი არიან, თითქოს და დიდი ბოროტება ჩაედინათ და როგორც თვითონ იტეხენ თავს სასჯელს, ასევე თავიანთ თანამეცხედრედ დაღუპვის უფსკულში ყრიან. და კიდევ ზოგიერთები მარხვის მცნების გამო თავს იკავებენ რა საკვების მიღებისაგან, ნელ-ნელა იქამდე მივიდნენ, რომ შეიძლება შეიძულეს კიდევაც საკვები. იყო ესეთი ტრადიცია ძველად და ეხლაც არის ასეთი შემთხვევები, როდესაც ქმარი და ცოლი თანხმდებიან და შეუდგებიან მონოზნურ ღვაწლს. მას შემდეგ, რაც შვილებს წამოზრდიან. მაგრამ როდესაც ქალი ან კაცი შორდება მეუღლეს, იმის გამო, რომ თითქოს უფრო მეტი ღვაწლი უნდა მონასტერში უნდა წასვლა, ისე რომ თანხმობა მეუღლისაგან არ მიუღია, ასეთ შემთხვევაზე საუბრობს სწორედ იოანე ოქროპირი. ასეთი ღვაწლი უცხოა ღმერთისათვის, პირიქით დამღუპელია ერთისთვისაც და მეუღლისთვისაც. ასევე ეს შემთხვევა შეიძლება მიუსადაგოდ იმ ამბავსაც, როდესაც ზოგიერთი ქალი ან პირიქით მამაკაცი შეიძულებს თავის თანამეცხედრეს რაღაც მიზეზების გამო. შეიძლება ეს არ იყოს მომაკვდინებელი ცოდვა, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო. და ფაქტიურად ოჯახს ანგრევს. იქამდე მიჰყავს თავისი ცხოვრების წესი მეუღლესთან. ასეთ შემთხვევაშიც, როდესაც ოჯახი ინგრევა, სრული პასუხისგებლობა განსაკუთრებული ეკისრება იმ ადამიანს, რომელიც თავის მეუღლეს უცხადებს უკვე უნდობლობას არაფერი მიზეზის გამო და ანგრევს ოჯახს. ფაქტიურად ოჯახში შეიძლება ერთადაც იყვნენ, მაგრამ ისინი ცოლი და ქმარი არ არიან.
აი სრული პასუხისგებლობა ასეთ შემთხვევაში ეკისრება იმ ადამიანს, რომელიც ამ ნაბიჯს დგავს. და შემდეგ უკვე სრულიად მარტივია, რომ მოკლე ხანში შეიძლება ოჯახი დაინგრეს კიდევაც. აი ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ამდენად ასეთი ადამიანი უკვე პასუხისმგებელია არა მარტო ოჯახის დანგრევის გამო, არამედ იმის გამოც, რომ საკუთარი მეუღლე სიძვა მრუშების წოდვაში ჩააგდო. იმიტომ ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ ქმნი ოჯახს, ეს ოჯახი უნდა იყოს ვიდრე სიკვდილამდე, მიწიერი ცხოვრების დამთავრებამდე. ამას კი მათთვის დიდი სასჯელი მოაქვს. ასევე ხდება, როდესაც საკუთარ წინასწარ აპრიატებულ აზრებს ამართლებენ წინააღმდეგ წმინდა წერილის შინაარსისა. ზოგიერთი კორინთელი ფიქრობდა, რომ ყველაფრის განურჩევლად ჭამა აკრძალულისაც კი სრულყოფილებას ნიშნავდა, მაგრამ ეს სრულყოფილების კი არა უკიდურესი გზა აცდნელობის ნიშანი იყო. ამიტომ პავლეც უკძალავდა მათ ამას და ამბობდა, რომ ამისთვის უკიდურეს სასჯელს მოიწევდნენ. სხვები ფიქრობდნენ, რომ თმის გადაპარსვა ღვთის მოსაობის აღმნიშვნელია. პირიქით, ესეც აკრძალულია და ძალზე სამარცხვინო საქმეა. ანუ ლაპარაკია ისეთ ღვაწლზე, რომ თითქოს ადამიანი ფიქრობს, რომ თავი დაიმდაბლოს და სინამდვილეში ვარდება მეორე უკიდურესობაში. როდესაც საკვებს არღებულობს ამ დროს, ის ამისთვის მზად არ არის, რომ არ მიიღოს საკვები. ისე როგორც ამას განდეგილი ბერები აკეთებდნენ პირველ საუკუნეებში. და პირიქით, როცა არღებულობს, შემდეგ სხვადასხვა უმძიმე სოდვებში ვარდება. ან თუნდაც გარეგნული იერსახის შეცვლაზე, რომ თითქოს გამოაჩინოს თავის თავი ღვთის მოსავად. და სინამდვილეში მსახიობს ემსგავსება, რადგან შინაგანად ის ამისთვის მზად არ არის. აი ამაზე საუბრობს სწორედ ივანე ოქროპირი. ზოგიერთებს გონიათ, რომ დიდ სარგებელს მიიღებენ თუკი ზომაზე მეტად მოჰყვებიან წუხილს ცოდვებისათვის. ესეც ეშმაკის მზაკრობას უკავშირდება. როგორც გვიჩვენა იუდამ თავისი მაგალითით, რადგანაც სწორედ ამის გამო ჩამოიხრჩო თავი. ანუ მას იუდას გაუჩნდა კი სინანული, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ეს სინანული იქ გამოეხატა, სადაც საჭირო იყო, უფალთან მისულიყო, შენდობა ეთხოვა, ან მის მოწაფეებთან მისულიყო და შენდობა ეთხოვა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩა. იმიტომ რომ სასწაკვეთილებაში ჩავარდა. ამიტომ პავლესაც ეშინოდა, რომ მსგავსი რამ არ განეცადა მრუშობაში ჩავარდნილსაც და შეაგონებს კორინთელებს, უმალ მიუტევონ მას, ნუ უკვე უმეტესითა მწუხარებითად დაინდგას ეგევით არის იგი. შემდეგ აჩვენებს რა, რომ ეს არის ეშმაკის ერთ-ერთი ქსელთაგანი ამბობს, რაითა არა მივიანგარნეთ ჩვენ ეშმაკისაგან, რამე თუ არა გონებასა მისმა უმეც არ ვართ. ესე იგი, ეშმაკი მეტად მზაკრული ხერხებით მოქმედებს და სასოწარკვეთისაკენ გიბიძგებდო. აქაც იგივე შეიძლება ითქვას, რომ რაოდენ მძიმე ცოდვაშიც არ უნდა ჩავარდეს ადამიანი, უნდა გაუჩნდეს დიდი სინანული, უნდა თქვას სათანადო აღსარება, მიიღოს ის სულიერი სასჯელი, რომელსაც მას მოძღვარი განუწესებს და შეასრულოს იგი. და არა ის, რომ ჩვენც ზიზღით შევხედოთ ასეთ ადამიანს და თქვათ, რომ აი ეს უწმინდური ადამიანია და ჩვენ მასთან ურთიერთობა აღარ გვინდა. ჩვენ პირიქით უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი ადამიანი სწორ გზაზე დავაყენოთ. თუ არ დადგება და გააგრძელებს, მაშინ იქნება იგი ჩვენთვის როგორც მეზვერე და წარმართი. სასოწარკვეთა არაფრითა უკეთესი სრულ უზრუნველობაზე, რადგან ისიც დაღუპვისაკენ მიგიძღვებათ. ამიტომ მას ღვთის იმედი და სასუება დაუპირისპირეთ. ანუ ზოგიერთი საერთოდ არც კი ნანობს ჩადენენ ცოდვის გამო.
და ფიქრობს, რომ აი მე მივა და აღსარება სიტყვის. ეს არის უზრუნველობა. ესეც მეორე უკიდურესობაა, რომელსაც ასევე ადამიანი სულიერ დაღუპვამდე მიხავს. ხო, მეორე სიტყვა ქადაგება მაზიარებელთა მიმართ. კვლავ წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი. ეს ადგილი, სადაც შეკრებილები ვართ, ის ერდოა, სადაც უფალი იყო მოწაფეებთან ერთად. აქედან გავიდნენ ელეონის მთაზე. გავიდეთ ჩვენც იქ, სადაც გამოწვდილია გლახაკთა ხელები. სწორედ ეს ადგილია ელეონის მთა. გლახაკთა სიმრავლე ეს ზეთისხილებია, ღმრთის სახლში დარგული. ზეთი მათ რომ გადმოსდით, იქ დაგჭირდება. ეს ისა 5 ქალწულს რომ ჰქონდა, ხოლო დანარჩენი 5 მისი არ ქონის გამო დაიღუპა. ამ ზეთში იგულისხმება კეთილი საქმეები. გასაგებია ყველასთვის და გლახაკთა გამოწვდილი ხელი სწორედ იმას ნიშნავს, რომ იგი ელის შენგან მოწყალებას და როცა შენ მოწყალებას გასცემ, ეს არის ის სიკეთე, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, რომელიც გაცხოვნებს. ავიღოთ ეს ზეთი და შევიდეთ, რათა ანთებული სასანთლეებით გამოვიდეთ სასიძოს შესახვედ, რათა ავიღოთ ეს ზეთი და განვიდეთ აქედან. აქაურობას არ უნდა მიახლოს არც ერთი ადამიანობა დაკარგული, არც ერთი სასტიკი და უმოწყალო, ერთი სიტყვით, არც ერთი უწმინდური. ამას გეუბნები თქვენ, ვინც ეზიარებით და თქვენ, ვინც მსახურობთ, თქვენთანაც საჭიროა საუბარი, რათა დიდი გულმოდგინებით გაანაწილოთ ეს ზღვენი. მცირე საჯელი როდი მიგელი თუ ვინმეს, ვისაც ვიწიერა და სცნობთ, ნებას დართავთ ეზიაროს ამ ტრაპეს. სისხლი მისი მოეკითხება თქვენს ხელებს. ამას უკვე სასულიერო პირებს ეუბნება იოანე ოქროპირი. თუნდაც მხედართმთავარი იყოს ვინმე, თუნდაც უმაღლესი ხელისუფალი, თუნდაც მეფე გვირგვინოსანი და უღირსად მიახლება აუკრძალე მას. შენ მასზე უმეტესი ძალაუფლება გაქვს. ვინმეს შენთვის ცხრის ფარისათვის წყლის სუფთა ჩენახვა რომ დაევალებინა, თუ კი ნახავდი რომ რომელიმე ცხვარი ჭუჭყიანი პირით აპირებს მის დალევას, ამის ნებას როდი მისცემდი. მაგრამ ახლა მონდობილი გაქვს არა წყლის წყარო, არამედ სისხლისა და სულისა. და შენ ვინც ხედავ რომ ზოგიერთნი ვისაც მიწაზე და ტალახზე უმეტესი ცოდვა აქვთ, მიახლებიან ამ წყაროს, არ აღშფოთდები, არ აღუდგები წინ. როგორი შენდობა უნდა მიიღო შენ, იმისათვის ღირს ყოთ ღმერთმა ესოდენ პატივს, რომ განარჩევდეთ ამგვარ საქმეებს. ამაში მდგომარეობს თქვენი ღირსება, თქვენი მნიშვნელოვნება, თქვენი გვირგვინი და არა იმაში, რომ გაეხვეთ თეთრსა და ბრწყინვალე სამოში. მაგრამ მეტყვი შენ, როგორ შემიძლია ვიცოდე ესა თუ ის ადამიანი. მე გეუბნები არა უცნობ, არამედ ნაცნობ ადამიანებზე. გეტყვი რაღაც უფრო საშინელს. იმდენი საშიში არ არის ეშმაკეულების მიახლება ამ საიდუმლოსთან, ვიდრე მათი, ვინც როგორც მოციქული პავლე ამბობს, ფეხქვეშ თელავენ ქრისტეს, აღთქმის სისხლს არ მიიჩნევენ სიწმინდედ და აგინებენ მადლს სულისას. ვინც ცოდვებში მყოფი, მიახლება ეშმაკეულზე უარესია. უკანასკნელი არ იჯება, იმიტომ რომ იგი შეპყრობილია, ხოლო ვინც უღირსად მიახლება, მარადიულ წამებას მიეცემა. ამრიგად განვაშოროთ საიდუმლოს არა მხოლოდ ეშმაკეულები, არამედ ყველა, ვისაც უღირსად მიახლებულს დავინახავთ. არავინ უნდა ეზიაროს, თუ იგი ქრისტეს მოწაფეთა რიგებს არ ეკუთვნის. არავინ უნდა მიიღოს წმინდა ნაწილები იუდას მსგავსად, რათა იუდას ხვედრი არ გაიზიაროს. მორწმუნეთა ეს კრებაც არის აგრეთვე ხორცი ქრისტესი, სხეული ქრისტესი. ამიტომ შენ საიდუმლოთა მსახურო, იფრთხილე რომ არ გააწყრო მეუფე, თუ კი არ განსმენდა ამ ხორცს,
გაფრთხილდი რომ ხმალი არ მისცე ნაცვლად საზრდოსი და თუ ვინმე უგუნურობით მოვიდა საზიარებლად აუკრძალე მას ნუ შეშინდები გეშინოდეს ღმერთისა და არა კაცისა თუ ადამიანის შიში გექნება ღმრთისაგან დამდაბლებულ იქნები და თუ ღმერთის შიში გექნება პატივცემული იქნები კაცთაგანაც და თუ თვითონ ვერ გაუბედავ ჩემთან მოიყვანე მე არ დაუშვებ ამ კადნიერებას უსრაფეს მივცემ ჩემ სულს ვიდრე უღირსად ვაზიარებ უფლის სისხლს უწინარეს დაუბრි საკუთარ სისხლს ვიდრე ვაზიარებ ესოდენს საშინელ სისხლს მას ვისაც არ ეგების თუ კი ვინმე შემდგომად მრავალი გამოცდისა ვერ პოვებს უღირს იგი არ იქნება დამნაშავე ეს ნათქვამია ჩემს მიერ ნაცნობ ადამიანებზე და თუ ჩვენ გამოვასწორებთ მათ მაშინ ღმერთი უცნობთაც მალე გაგვიცხადებს თუ უყურადღებოდ დავტოვებთ გაცხადებულებს მაშინ რისთვის სხვებს რაღაც გაგვიცხადებს ანუ თუ კი შენ არ გექნება სასულიერო პირს დამოკიდებულება ასეთი რომ იცი რომ არ უნდა აზიარო ადამიანი და მაინც აზიარებ მაშინ ცოტა ხანში შენ უცნობსაც აზიარებ უკვე ისეთ ადამიანს რომელიც მართლაც ფეხქვეშ ქელავს სიწმინდეს აი ამაზე საუბრობს იოანე ოქროპირი ამას ვამბობ არა იმისათვის რომ მხოლოდ განვაშორებდეთ და უკრძალავდეთ არამედ იმისათვის რომ გამოვასწოროთ და დავაბრუნოთ ისინი რათა ზღუნავდეთ მათთვის ამგვარად ღმერთსაც მოულბობთ გულს ვპოვებთ უამრავ ღირსეულ მაზიარებელს და ქრისტეს ერთგულ სამწყსოს ღმერთმა დაგლოცოთ და დაგორდოთ